ეხლა ჩვენ ასე გონია რომ თითქოს იქ სატანა მოცილებული არის ამ ღმერთის საუფლოსა და ნუ დაუშვოთ თუნდაც ვთქვათ რომ დედამიწაზე არის ჩამოგდებული ასე და აღარავითარი კონტაქტი ღმერთს ეშმაკთან არა აქვს. მოდი გადავშალოთ ჩვენ ჩემო სიხარულებო ეს გახლავთ ძველი აღთქმიდან იობი და წავიკითხავთ იქ. ნუ იობზე აღწერილობა არის ჩვენ ეს იცით რომ ვკითხულობთ რომ იობი როგორ ცხოვრობდა, ყველაზე მაგარი მორწმუნე, ყველაზე ალალი, წრფელი, წოდვას განრიდებული და ღვთისმოშიში ფიგურირებს ეს. უბრალოდ ეშმაკი სატანა ის არის რომელსაც არავინ არ უნდა რომ მისზე წინ ვიღაცა იყოს. არავინ არ უნდა. არც ადამიანი, არც ანგელოზი და არავინ მას უნდა რომ ღმერთთან ან გატოლებული იყოს, ან პირველი იყოს ესა. ნუ ჩვენ ახლა შეიძლება აპოკრიფებში ხდებოდეთ ჩვენ რომ დაუშვოთ რომ იმას ღმერთობა უნდა და თუ რაღაცა თორე ჩვენ ახლა ბიბლიაში მე მგონი ასეთ რამეს ჩვენ ვერ ხვდებით. აი პირველობის სურვილი აქვს მას. პირველობის სურვილი. აი ეს პირველობის სურვილი, ამიტომ ამ პარტავნობა ყველაზე დიდ ცოდვად არის ქრისტიანობაში მიღებული. ყველაზე დიდ ცოდვადაა. პირველ ცოდვად შერაცხული არის ამ პარტავნობა. არაფა პირველობისათვის. აბა ახლა შევხედოთ აქ რა არის. ყველა თურმე მიდის და ღმერთს ანგარიშს აბარებს. და მოდი წავიკითხოთ მე-6 მუხლიდან პირველი თავისა იობი. ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად, სატანაც მივიდა მათ შორის. ვინა თქო რომ ღმერთთან კონტაქტი არა მიბრძანდა იქა ანგარიში უნდა ჩააბაროს ღმერთს. უთხრა უფალმა საიდან მოდიხარ სატანას უთხრა. მიუგო სატანა უფალ და უთხრა ქვეყნის ხეტიალიდან. ეხლა იქ წანწალს ეხლა აღარ ვამბობ ხოლმე იმიტომ რომ თავისთავად ხადი არის ეს დამწერის სურვილი არის ესე რომ თქვას რომ ის თავისთავად არ ეთქო და ქვეყნის ხეტიალიდან. ახლა რა არის? უფალმა უთხრა სატანას თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი, ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყნად, ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ცოდვას განრიდებული. ხო არა? ეხლა ეშმაკი გაგიჟდა, სატანა გაგიჟდა, როგორ ზეცაში ღმერთთან ვიღაცა ადამიანი ფიგურირებს. ჩემზე კი ფიგურირებს. წონასწორობას კარგავს და როგორც ადრე იყო ცილის მწამებელი ეშმაკი, ასეთივე ცილი უნდა დასწამას იობსა, რომ მისი ბუნება ეგ არის. ეშმაკს ეძახიან ცილის მწამებელსა. ცილის მწამებელი რომ არის ეს შეგვიძლია ჩვენ წავიკითხოთ გამოცხადება, ანუ აპოკალიფსი იოანე ღვთისმეტყველისა, აი ეგ არის მე-12 თავის მე-10 მუხლში. ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილის მწამებელი, იქაც ანგელოზების ძმების ცილის მწამებელი, გადმოგდებული იქნა ჩვენი ძმების ცილის მწამებელი, რომელიც ცილს წამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე. რომინმე გამოჩნდებოდა ანგელოზი, ან მიქაელი გამოჩენილიყო, ან რომელიმე სხვა, ან გაბრიელი, ან რაფაელი, ან ორილიანი, ან საყდართა შორის ვინმე, ან მთელი მხედრობის შორის, როგორც ჩვენმა პატიოსანმა ძმამ თქვა, რომ იქ დიონისი არეოპაგელ დაყოფა აქვს ასეთი იერარქიული, იქა მთელი იერარქია არის, იქა როგორც კი ვინმე გამოჩნდებოდა კარგი და იტყოდნენ, რომ კარგია და კარგი მოღვაწე და ღვთისმსხური არის, მაშინე იქ სატანა გამოჩნდებოდა, რომ ეს არა, ეგრე არ არის და ცილს წამებდა დღე და ღამე. ეს უფალმა რა თქმა უნდა შეამჩნია, ეს და ამის გამო ცილის წამების გამო იქნა გადმოგდებული. ცილის წამების გამო იქნა გადმოგდებული იქიდან. ეხლა მოდი წავიკითხოთ ჩვენ გადმოგდებული იქნა ამ ცილის წამებისა. ამ ცილის წამებას დედამიწაზე კი წვეთს მაგალითად ეშმაკი? არ დედამიწაზე. წვეთს ამის ცხენვალე მაგალითი არის იობი. მიუგო სატანამ უფალ და უთხრა მერე და ტყუილად არის იობი ღვთისმოშიში?
განაშენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახკარი თურ და საბადებული თურ მისი ხელით ნაქმნარი შენგან არ არის კურთხეული მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნადო აბა გაიწოდე ხელ და შეეხე მთელს მის საბადებელ თუფიშია და იწოს მობაო ეშმაკი ცდილობს რომ ეობი ჩაგდოს რაღაცაში რომ არ უნდა რომ ეს ფიგურირებს კაცო ღმერთი ეუბნება როგორი დიდებულად შეფასებული ყო ღმერთი და თურმე ღმერთი რიგითი პიროვნებით ყოფილა დაინტერესებული და მისი სახელი სახელდებით იობისა ფიგურირებს ღმერთთან რომ არ შეგინიშნავ ჩემი იობიო აბა ვინმე არის ეგეთი ალალი წრფელი ღვთისმოში და ცოდვას განიდებული ეს აღიზიანებს როგორ ჩემზე უკეთესი ვინმე გამოჩნდა როგორ პირველობა მე ვერ უნდა მოიპოვა აი რას ამბობს უთხრა უფალმა სატანას აჰა შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი ოღონდ თავად მას ნუ შეხები და გავიდა სატანა უფლისაგან გავიდა ეხლა თუ ღმერთის მფარველობა არა გაქვს სატანას ვერც პიროვნება ვერც ოჯახი ვერც ერი და ვერც სოფლიო კაცობრიობა ვერ აღუდგება წინა ამას იფი ძალა აქვს და რასაკეთებს მოდი ახლა შევნიშნოთ ჩვენა როგორ წუთებში ანგრევს მე გავამახვილებ ყურადღებასა ერთ დღეს როცა მისი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში მოვიდა მათ ნეობთან ოთხარ ხარები ხნავდნენ სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით დაეცნენ შაბაელები და გაირეკეს მსახური ბიჭები კი מחვილთა მოხოცეს მერტი გადავრჩი ამბის მომტანიო რატო გადაარჩინა ის ერთი იმერთ ვერ მოკლავდა აი ამბავი რომ მიიტანას და გული გაუხეთხას იობსა რომ მიმტანი ესე იგი აბა ეშმაკმა როგორ თურმე იმოქმედა ვისით იმოქმედა ადამიანებით შაბაელებს ჩაუნერგა რომ მიდი დეესხით თავსა და წაიყვანე და ვასაქონი ომი ეს ეგა მეტი კი არაფერი არ არის საოცარი არის აი ამას რო ეუბნება ამბის მომტანი აი ესა დამთავრებული არ აქვს ლაპარაკი ამის ლაპარაკში იყო რომ მოვიდა სხვა და ამბობს ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ციდან გადაწვა სხვარი და მსახური ბიჭები შთანთქა ისინი მერტი გადავრჩი ამის მომტანი ისიც თურმე დამთავრებული არ აქვს ამას ლაპარაკი ამის ლაპარაკში იყო რომ მოვიდა სხვა და ამბობს ქალდეველები დაეწნენ სამ რაზმად დაეცნენ აკლემებს და წყალსხეს და מחვილთა მოხოცეს მერტი გადავრჩი ამის მომტანი ამის ლაპარაკში იყო რომ მოვიდა სხვა ამბობს შენი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა ეძგერა სახლის ოთხავე კუთხეს ჩერი თავზე დაამხო ყვაწვილებს და დაიხოცნენ მერტი გადავრჩი ამის მომტანი ესე იგი ნო როგორი სცენარი აქვს დაწერილი არა ეშმაკსა გულის გასახეთქი ვერავინ ვერ გაუძლებს ამასა 10 შვილი მთელი ცხოვრება, მთელი საბადებელი, მთელი ყველაფერი მიწასთან გაუწორა იობსა. რა თქვას ამ იობმა? რა უნდა თქვას? თავს არის ეგეცემა. შენის კი არა რამდენს რო ლოცულობდა სამსახურში ეგ მომაწვეო რომ 300 ლარი მაინც მქონდეს და იმას ვერ მიიღათ, მოკლედ არ ვიცი როგორ ამ მდგომარეობაში ჩაღვარდები. ადგა იობი შემოიხია მოსასხამი გადიპარსა თავი დაეცა მიწაზეთა თაყვანისა თქვა შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები უფალმა მომცა უფალმა წაიღო კურთხეული ყო სახელი მისი მაინც არ შეუწოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასწეია მას თავდება მაგითა როგორ ჩვენ მეშვიდე დღეს მოვდივართ ხოლმე ეკლესიაში და ღმერთს ანგარიშს ვაბარებ ჩვენი განვლილი 6 დღისას ეს წესია, არავის არ გებოდა თუ ეს წესი თითქოს ჩვენი მოგონილი არის. ჩვენ მხოლოდ ანარეკლს ვღებულობ ზეთიდან. ანარეკლსა. ჩვენ ვერაფერ კანონს ვერ ავქმნით. რა ეხლა მაგალითად სოფლიო მიზიდუნობის კანონები ნიუტონმა შექმნა? ან მაგალითად სინათლის ის სხივის სიჩქარე მართლა პასკალმა გამაიგონა? ეს უბრალოდ ყველაფერი აღმოჩენები არის. აი თუ აღმოაჩენ იმ ღვთის მიერ მოცემულ კანონსა
მაგით მეცნიერი ქვიან შენ რომ აღმოაჩინე ეს ტელეტალღები და რადიოტალღები რომ თურმე ამ ეთერში გადის თურმე კოსმოსში ყველა მიმართულებით და ვიღაცამ დაიჭირა და გელ მობილური ტელეფონები რადიო ტელევიზია შექმნეს რომ მიაგნეს ესა მიგნება არის აღმოჩენა თორე ეს კანონზომიერება ყველაფერი აქვს ეს კომპიუტერები ზეცაში არსებობს შენი კომპიუტერი ზეცაში არსებობს შეიძლება ფორმის არ იყოს მაგრამ არის რაღაცნაირი ფორმისა რომ ფიქსირდება შენი ყველაფერი ნამოქმედარი შენი სიტყვა დაგჯის და გაგასამართლებსო ან გადაგარჩენსო შენი სიტყვა შენი მოქმედება დაგჯის ან გადაგარჩენს გაგასამართლებს იმიტომ რომ იქ ყველაფერი შენ დაფიქსირებულია კლინიკურად გარდაცვალებული ადამიანები ამბობენ რომ 5 წუთში გაიარა ჩემა იმ წამებში გაიარა და რაც მე არ მახსოვდა დავიწყებული მქონდა ისიც კი იმ კადრებში გაიარა და შემახსენა ისე რომ ნამდვილად ჩადელი მქონდაო შემოსიხარულები მაშასა და მე ისიც რომ მე7 დღეს მოვდივარ ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ ესეც ზეციდან გვაქვს აღებული ერთ დღეს მივიდნენ ღვთისმშვილები უფლის წინაშე წარსადგომად სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინაშე წარსადგენად იმათ ანგარიში უნდა ჩააბარას ამ არასაკეთებს უთხრა უფალმა სატანას საიდან მოდიხარ მიუგო სატანა უფალ და უთხრა ქვეყნად ხეტიარიდან უთხრა უფალმა სატანას არ შეგინიშნა ჩემი მორჩილიობი ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყნად ალალი წრფელი ღვთისმოშიჩი და ცოდვად განრიდებული თურმე რა ფიგურირებს მოდი გავავლოთ დღეს აი ეს ორი ღმერთი ყოველთვის 19-ზე თურმე ახმაფილებს ყურადღებასა რაზე აი ვიტყვით ხოლმე რომ მე ქრისტიანი ვარ ალალი უნდა იყოს ალალი არცაფერი არა დასამალი არაფერი არ უნდა გქონდეს არაფერი უკა დამალული ეშმაკისა არაფერი რაც ხარეგე გიყავ შექსპირი ამბობს რაც სახე გაქვს ის გამოჩნდიო რა გორით სახე გაქვს შინიდანაც ის გამოჩნდი ალალი წრფელი ღვთისმოშიში და სოთვას განრიდებული ეს 4 რამე ფიგურირებს და თუ შენ გინდა რომ იფიგურირას ეთაჟი აი ეს 4 უნდა შეიძლება სოდნით და სწავლულობით რომ ვიღაცას გავაკვირებთ ხოლმე აი ბევრი იცის და რაღაცა მაგას იცი რა უთოდა უფალმა ციგნობრობა ვაი თქვენ ციგნობარნო რომ მაგას კი არ ასრულებ ამოცნებას კი არა არამედ ამ მციგნობრობით მანიპულირებთ ადამიანის აზროვნებაზე და როგორ გინდა ისე მიყავდა როგორ გინდა მოყავთ აი სატანა ისე წარდგა უფლის წინაშე და უფალი შეეკითხა გინახავს იობი ჩემი ასეთი და ასეთი მიუგო ღვთისმოშიჩი კაცია ბოროტებას განრიდებული დღემდე სიალით ინახავს და შენ კი მაქეზებდი უმისოზო და მეღუპა იგიო შენ კი მაქეზებდიო ესე იგი ეს ყოფილა სატანა ყოფილა გამქეზებელი იმ სატანასა აბსოლუტურად არ ადარდებს ეხლა ლოთი, ქურდი, ავაზაკი, ბრუში, გაიძვერა, ფლიდი ისე იცის რომ ის საჯოჯო ხედოთ ხალხი ხარ აი როცა ვინმე გამოდგება იქ უკვე რომ ღვთისაკე წავა იობივითა არა აქვს აუცილებელი რომ აკლემები ხავდეს ძროხები ხავდეს რაღაცა რიგითი ჩამოყალიბებული კეთილი ადამიანი ხავს მაშინვე უკვე მის წინააღმდეგ გილოს ილაშქრებს რომ როგორ გამოჩნდა პიროვნება რომელიც კონკურენცია უნდა გამიწვიოს მაშასა და მე სატანა ღმერთის მტერი კი არ არის ადამიანის მტერი შეჯიბრი გვაქვს ჩვენ იმ სატანას საიდან უნდა ვიქცეთ რომ ჩვენა ის ღმერთს კი არ დაძდევს იქა საბრძოლველად და არამედ დაძდევს ადამიანსა მოდი წავიკითხოთ ჩვენ ახლა ერთი პატარა მუხლი ჩემო სიხარულებო ეს არის პეტრე მოციქულის პირველი პეტრეს წერილიდან მერვე მეცხრე მუხლები მღვიძარენი იყავით იფხიზლეთ რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაწყლით ის როგორც მღვინავი ლომი და ეძებს ვიჩაფრებს ეს შენი მტერია აი შენ არ უნდა რომ იფიგურირა ღმერთის წინაშე ნახტა შენ და როგორმე ცუდ გზას უნდა დაადგე შეგებძვის ისა მას მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი მუზის მოწვდის უნარი აქვს იმას არ აქვს უფლება რომ მიცემული ღმერთსაგან მოვიდეს და ყეცით წაგიჭირას არა ერთით წაგადაკეთებს მაგრამ თუ შენ შეგიჩნდება შენ აგერამის წინააღმდეგ წაგადაკეთებს
აი იმის იმას წინააღმდეგ წაატაკებს და თუ ეს მასიურად მოხდა, მაშინ სოფლიო ომებსაც მოაწყობს ეს. მოაწყობინებს. აბა ეს ომები საიდანა? იქ ამერას ამბობს ბარათაშვილი თვითონ მეფენიც უძლეველნი რომელ თუ მაღლეს არ ვინღარის დაწინაშეც არ ვიზაღუდნენ თუ წინვენ და გმინვენ როდის იქნება ის სამეფო ჩვენი იყოს საიდან მოდის ეს იმას აღარ ჭირდება ის მომული შამილზე ამბობენ როცა 25 წლიანი ბრძოლის შემდეგ შამილი დაატყვევეს და მიხავს პეტერბურგში მიდის და აღარ თავდება ეს გზა ეს ტრამვალები თურმე შამილმა იკითხა რომ ვისი ეს ქვეყანა ეს ჩვენ რომ მივდივართო და რუსეთის არის და მე შამილმა უთხრა მას ჩვენ გარაღა უნდათ ამ ხელა მამულის პატრონს ჩვენ გარაღა უნდათ ერთი ამ ხელა მამულების პატრონს ჩვენ გარაღა უნდათ საკურებულმა იკითხა შეიძლება იწოდა მაგრამ გამოთქმა კარგი არის მაშასადამე თურმე ეშმაკი ადამიანის თერი ყოფილა რომ არ წახვიდეს წინა და არ გამოჩნდეს ის არის ცილისწამებელი ამ ცილისწამებას ვისით აკეთებს ადამიანები შეგიჩნდება და ცილი უნდა დასწავლო ამიტომ ჩვენ შევცდებით ხოლმე რომ მარტო იმაში რომ ვიღაცას ცოდნავს როცა ადამიანი სხვაზე ცდილობს რომ ავტორიტეტი დაუმხოს და ეს ცოდნილი ბოროტსაგ არის ეხლა თვითონ ეშმაკი როგორ იქცევა ღვთისადმი ან იესო ქრისტესადმი მე მიდერთი წავიკითხო ეს გახლავს იოანეს სახარებაში როდესაც ერთ-ერთს გამოსდევნის ეშმაკსა გარეთ ადამიანიდან ეს ეშმაკი ამბობს რომ რა გინდა იესო ნაზარეველო ჩვენგან რო ასრე მოხვედი ღვთისწმინდაო გიჩნო ღვთისწმინდაო აი ისიც აღიზიანებს რომ ღვთისწმინდა არის ის ვერს კი არ მამაზეციას ვერავინ ვერ ეწვის აი იესო ქრისტე რო ღვთისწმინდა არის ძე ესე არ ძე ჩემი საყვარელი რომელიც მოიწონე რომელიც ჩემი სათნოება მას უსმინეთ აი ეს აღიზიანებს მასე როგორ მას უსმინა და მე არ მისმინონ პირველი მე უნდა ვიყო როგორ იესო ქრისტეს უსმინა და მე ვიყავარ მასში და ამიტომ მასში ვინ ეტაკება და ვინაიდან ხორცში ჩამჯდარი არის ნათლობას ღებულობს მაცხოვარი იესო ქრისტე და იმ წუთში სატანა ეკჩნდება და უდაბნოში ცდის რანაირად არის ცდის იცის რომ სხეული ისეთივე აქვს მოთხოვნილება ისეთივე აქვს ის საჭმლის სურვილი ისეთივე აქვს შემოემშიო მოსწყურდა კიდეც და მოშივდა კიდეც რანაირად არ ცდილობს რომ სანამ სხეულში არის რომ მისი სხეული ითხოვს საჭმელსაც სასმელსაც ცხოვრებასაც ყოფასაც სახლსა და ყველაფერს და ეს მომენტი არ უნდა დახკარგას ეშმაკმა და მაშინე უყენებს აბა 40 დღის შემდეგში უთხარი ექვები ურებად იხსნენ არც ერთ ახლა მეორე ჩვენცი როგორი წარმოდგენა გვაქვს ვინც საფრთხო წერილები ზეპირად იცის სულყელოს გონია რომ დამთავრა რა მაგარი ვიღაცა აბა ეშმაკმა არის ისი ხა დაწერილი არისო გადაიგდე თავი აქედანო ანგელოზე მოვიდა ხელით გატარებია შენაო არაო უფალეუბნება ასევე დაწერილი არის გაჩნია შენ რას შენ სახარებითა და იმ შენი ძველი აქტმით როგორ მანიპულირებ როგორ სახარება შეიძლება შენა როცა შენ გჭირდება ხმლად გამაიყვანეს ხვითასაც დასაჭრელად და როცა შენზე წამოალის რაღაცა ფარად გამაიყენა ეს არის ესეთი რაღაცა სახარება გაჩნია რა ასპექტიდან შევხედავთ ჩვენ და როგორ გვინდა რომ ეს გავაკეთოთ ამიტომ ჩემო სიხარულებო არ მინდა ბევრი გავაგრძელა ცოტა გასასვლელები ვარ ჩვენ საქმეზე ეს ხადაგება ძალიან დიდი არის დანარჩენი თქვენმა ჭკუამ და გონებამ გაანალიზათ ღმერთის მტერი კი არ არის ის ძალიან კარგად ცნობს ანგარის მიდის და აბარებს იესო ქრისტე იცის რომ ის ღვთისწმინდა არის მაგრამ ის წმინდანობა აღიზიანებს მისა იობის წმინდანობა აღიზიანებს და დააფიქრდი შენ ადამიანო შენ ხომ არ ახარ იმ კატეგორიაში იობისა რომ გაგაღიზიანას და მეორე როცა ვინმე პიროვნება გამოჩნდება ცოტა ნორმალური
ნორმალური გამოჩნდება და უკვე იმას ვიღაცები ხბენენ და რაღაცა ხო ეს ძალაუნებურად იმ პოზიციაში გადადის აი რა პოზიციაში სატან არის რომ არ უნდა რომ ვინმე გამოჩნდეს მასზე მეტი არ უნდა რომ ისმე გამოჩნდეს და ძალიან თბილად იყავით შემოსაყვანო თქვენი მტერი ეშმაკი და რაღაცა თქვენი მტერი უკვე ჩივის ეშმაკი ჩივის კაცო ღმერთო მე რატოვა კაცო ადამიანი ჩემზე უარესიაო ადამიანმა ისეთი ბოროტება მოიგონა რომ მე ამის გაკეთებს უნარი არა ჩივის აბა შოთანიშნიანძეს რო ის მუზა ჩაუჯდა ეს თქვილად არ დასწერა შოთანიშნიანძემ კაცო გონიერი კაცი იყო როცა დაწერა ეშმაკ ჩივილი ეშმაკი ამბობს ეშმაკობაში ვბერდებიო და არც თუ ისე ურიგოდო მე მართლა ვიყო ეშმაკის ხებზე ეშმაკი თუ იყო ადამიანებზე ვიუჩიტებს ნახდი ეშმაკი მაშინ ხარ თუ დროზე ჟამსა შენსად მოირგებო რომ ქვეყნის ამომგდები ხარ ხალხი წმინდანი მგონი ხარო გინახავს მართლმსაჯულების მოწამებრივი მსახურნი პროკურორები მოსამართლეები და მაღალ ზურგიან სკამებზე ფრესკებად გამოსახულნიო ისეთი შებერტყილია ზოგი მათგანი ისეთი ღმერთო იმასთან მართა ვარ მამა აბრამის ბატკანიო ღვთისმსოფელი ომია ომი ფუტკრის და კრაზანის აკლემის ქურდი ნემსის ქურსა ხედავ ციხეში ეგზავნისო ეს აკლემის ქურდები ამიტომ ბრძოლა არის ესა კრაზანას ეშმაკსა და ფუტკარს შორის დაფლის მომცემზე და ის კრაზანა ყოველთვის ცდილობს როგორმე ეს ფუტკრის მომცემი საფლის მომცემი ფუტკარ როგორმე მიწასთან გაასწორა თქვენ არიცით ეხლა მე ფუტკრე კაცი ვარ და ვიცი რომ ეს დაუძინებელი მტერი არის და სპობს ამ ფუტკარსა ამიტომ თხილად იყავით თქვენი მტერი ეშმაკი და რა ღმერთის ვერაფერს ვერ უზავს ის ძალიან კაცია იქიც კი არა ზრწის იესო ქრისტეს რომ ღვთისწმინდაო გიცნობთ ღვთისწმინდაო გიცნობთ უბრალოდ ისიც მინდა აღიზიარდეს პირველობა მომძროა და პირველობა უსევისაც უნდა და ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით ყოველთვის ის ეშმაკს გასაგებს უფალმა დაგლოცოთ გაკურთხა და დაადეგით შეშმარით დასაქმეთ იყო თქვენი ხარველი